სალამიანი. სალამი. ძალიან დიდი პოპულარობა აქვს შენს მოკლე ვიდეოებს. მიუხედავად იმისა, რომ შენ მოკლედ უთვლი, მე ზოგიერთი წუთს რომელიც აჭარბებს, იმას კიდევ ჭრი და ზოგიდან 3 მაგ გაკეთებული, ზოგიდან 2. ბევრი კომენტარი და უმეტესობა კომენტარი ასეთია, რომ ძალიან საჭირო საქმეს აკეთებ, აუცილებელ საქმეს აკეთებ, დიდ საქმეს, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ და მადლობას გიხდის ხალხი. ზოგიერთი განქოცებული კი პრეტენზიებს აყენებს, რომ ადრე სად იყავითო და მოდი ამ ადრე სად იყავით ხალხს ერთის მხრივ რაღაც პასუხი გავცეთ და შენ ახლა მოყვები, რომ ადრე სად იყავი, ნაცები დროს სად იყავი, ხოდა. ხოდა მეორე მხრივ ზოგადად იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ეს ფენომენი ვეცადოთ რომ ავხსნათ და ამ ფენომენთან გამკლავების მექანიზმებიც უნდა გამოვიმუშაოთ სამომავლოდ, რომ როდესაც აი დიდი მასა რაღაცაზე რომ აიდორბლება პროპაგანდით, აი ესე რომ ათქვეფენ, მერე ამ მასასთან რომ მიგაქვს სიმართლე, რომ შეუძლებელია რომ მაგ სიმართლემ შეაღწიოს. აი ამ ფენომენზედაც მერე ცალკე გავაგრძელოთ ლაპარაკი. ო, იცი რა ელისო, აი შენ როგორც აღნიშნე, რომ მოკლე არისო შენთვის, მაგრამ მაინც არ არის მოკლეო, ხო მეც მესმის, რომ ზოგადად ადამიანები ისეთ ტემპში ცხოვრობენ დღეს, რომ გრძელ ვიდეოებს იმდენი ნახვა არ აქვს, მოკლეს უფრო აქვს, მით უმეტეს როცა სკროლავენ ახალგაზრდები და ეს ძირითადად ახალგაზრდებისთვის ვაკეთებ. ვინც მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და არ იციან საერთოდ რა ხდებოდა. მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ ძალიან მოკლედ ვთქვა სათქმელი და მივიტანო ადამიანებამდე. იმდენად მოკლედ, რომ მხოლოდ ფაქტებს ვიძახი, არ ვამბობ ჩემ აზრს მაგალითად. არ ვამბობ კიდევ ბევრ რამეს, რისი თქმაც შემიძლია ვცლად სხვაგან, მაგალითად ინტერვიუდან, სადმე ვიღაცას თუ დაინტერესებს კონკრეტულად. უბრალოდ ფაქტებს ვაწვდი ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აზროვნებენ და თავისით შეუძლიათ დასკვნების გამოტანა. აი ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად, იმიტომ რომ ეხა შენ რაც მკითხე, ეს მეორე საკითხი, რომ აი როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი, რაც ხდება და რა ჭირთ ადამიანებს, ხო? მაგას აქვს მეცნიერული ახსნა. ანუ ადამიანის ტვინი მუდმივად ეძებს რაღაცა მარტივ გამოსავალს, ხო? ეს ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებული აქსიომა არის, რომ კიდე რაღაცა გადამეტებული ემოციის მქონე რაღაცებს იწებებს, აი რაღაცნაირად მგელი ყავდა, აი ასეთი რაღაცები და უცებ ისეთ ემოციებში ჩააგდებს ეს მგელი, რომ აი უნდა რომ დაიჯეროს. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ, ანუ უყურე, როდესაც რაღაცა რთული რეალობის წინაშე დგას ადამიანი, მისი ტვინი მისი ინსტინქტურად, ეს ჩვეულებრივად არ აქვს მნიშვნელობა თვითონ პერსონას, ნებისმიერ ადამიანს, რომ რაღაცა მარტივი სურათი უნდა დაინახოს და ეს მის ტვინს ამშვიდებს და უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ადამიანი მაგ დროს თავს. აი მაგალითად ჯგუფური ინსტინქტი, აი ესეთი ბიოლოგიური ფაქტორი ხო არსებობს, ამან მოიტანა აქამდე, აი მაშინ ადამიანების ევოლუციურად გადარჩნენ, როცა იყვნენ ჯგუფში და რაღაცა ერთად, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს ასეთ სიტუაციებშიც, როდესაც უმრავლესობა რაღაცას ამბობს, შენი ტვინი მარტო არ გამოეყოფა რა ამ ადამიანებს და მაგ დროს შენი ტვინი იმას კითხულობს, რომ აი ეს უფრო უსაფრთხოა, რომ აი ბევრ ადამიანებთან რო ვიყო ჯობი. ხო, და რაღაცა თქვა წინააღმდეგობის რაღაცა ამ ჯგუფიდან წინააღმდეგობის ამბავში რო იყოს, უკვე რაღაცა შიშს და რაღაცა მარტოობის და საფრთხის და გარიყვის და რაღაც ეგეთ იმას გრძნობს ადამიანი. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ინსტინქტი არის, ანუ იმის თქმა მინდა. ანუ შეიძლება ვიღაცას ეს თვითონ არ უნდოდეს, მაგრამ მისი ტვინი ესე მუშაობს. სამწუხაროდ ესე არის და ეს მეცნიერული დასკვნა არის, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე არ არის მხოლოდ. და ეხა ამას იყენებენ ზოგადად ამ მასების მართვის პროცესში. ხო, დაფსიქოზებას მერე უკვე ერთგვარი მექანიზმია, რომელსაც მერე უკვე ესეთი ავტორიტარული სისტემები პროფესიონალურად იყენებენ სამწუხაროდ რა. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას? ის რომ
ეს ადამიანები, რომლებიც, ანუ როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ, ხო ვთქვათ? ჩემი ვიდეოებით მე არ მაქვს ფოკუსირება ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ როგორ არის, იცი, როდესაც პროპაგანდამ უკვე მას რაღაცა ჩაუდო თავში, ამის ამოშლა არარსებული რამეა რა. უბრალოდ ჩემი ვიდეოებით მე მინდა იმ საზოგადოებას მივაწოდო ეს ინფორმაცია, რომელიც აი იმ დაფსიქოზებულ მასას ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესია და ესეც არის ყოველთვის ისტორიულადაც, იმიტომ რომ ესე უცებ რაღაცა თაობის წაშლა არ ხდება და რაღაცა სხვაზე გადართვა, ამას იმიტომაც არის პროპაგანდა, წლები მუშაობს ხოლმე და წლები მუშაობს ამ ადამიანებზე და ესე იყენებს მე რეჟიმი ამ ადამიანებს, როდესაც უკვე კარგად დამუშავებულები არიან. და ნუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ შენ მშვიდად, ძალიან მშვიდად, არ უნდა ეკამათო ამ ადამიანებს, ძალიან მშვიდად, სტაბილურად და აი შეუპოვრად მიაწოდო ეს სიმართლე. და ჩაახედო მაგალითად თითოეული მათგანი სარკეში და თავის თავს რო დაუსვან ესეთი კითხვა, რომ აი მე რაც მოწოდებული და ჩადებული მაქვს ინფორმაცია, იმას ვიმეორებ თუ მე შემიძლია აი ამ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი და ჩემი აზრის გამოტანა ამ ყველაფერთან. აი ამას ვცდილობ მე, ამიტომ ვაწვდი საზოგადოებას ფაქტებს, რაც მოხდა და ეს არის, რა ვიცი, ზღვაში ისე იმიტომ რომ ეხა წავიკითხე და ზუსტად უწერია რა, აი 8 თებერვალი გაიხსენა 2013 წლის, როდესაც თავს დაგვესმა, ასე ვთქვათ, ნაცებს, დიდი შეკრება ქონდა და იქ სახეც არ ქონდა არავის დაფარული, აი ხა რო ტიტუშკები არიან სახეს იფარავენ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ იდენტიფიცირებულები არ იყვნენ. მაშინ სახეზეც არავინ არ იფარავდა, ისე გვცემდნენ და რა ვიცი, ისე გვესხმოდნენ თავს. რა თქმა უნდა, შეიცვალა ბევრი რამე. მაშინ უმეტესობას ეგონა რომ უკეთეს საქართველოს მისცა ხმა და უკეთეს ცხოვრებას მისცა ხმა. და რადგან უკეთეს ცხოვრებას მისცა ხმა, ამიტომ უფლება ქონდა რომ ვიღაცეები დაუმალავად ეცემა? ძალიან წინააღმდეგება ეს ორი ფაქტი. არა, რა თქმა უნდა, არა და ჩვენ რომ მაგალითად გვთელავდნენ და გვცემდნენ და გვარბევდნენ და შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, გვიჭერდნენ, რა ვიცი. ესეთი საქართველოსთვის აკეთებდნენ მაგას. ხო, აი ამ მაგალითად ახალგაზრდებს საერთოდ არ იციან, რომ ასობით ადამიანი დააპატიმრეს უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევდნენ და უბრალოდ იმის გამო, რომ პროკურორების ზეწოლას გაუძლეს და უბრალოდ იმის გამო, რომ მათ არ დაემონენ მაშინ რა. და ის ადამიანები გმირები არიან ნამდვილად, იმიტომ რომ წლები მოუწიათ ციხეში ჯდომა ამის გამო. და არა იმის გამო, რომ რამე დააშავეს. მათ წინააღმდეგ უბრალოდ იყო ფალსიფიცირებული საქმეები, იმიტომ რომ ჩვენებას არ იძლეოდნენ მაგალითად მაღალ ჩინოსნებზე. ესე იყო ბაჩოს შემთხვევაშიც, ბაჩოსთანაც იყო შესული ღარიბაშვილიც, იყო შესული ანზურ ჩუბინიძეს და თხოვდნენ მიხეილ სააკაშვილზე, ხო, ჩვენებას. ანუ ესე მუშაობდა ეს მექანიზმი, მაგრამ მაშინ რატომღაც ეგონათ, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები იყვნენ, უნდა გაესამართლებინათ, რომ ესე იგი ბიძინა თეთრი და ფუმფულა იყო და უკეთეს ცხოვრებას მისცემდა ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინათვე ვიძახდით, რომ ესენი რუსები იყვნენ, მაგრამ მაგას ვინ დაიჯერებდა, როდესაც შენს უდანაშაულობას შეეპარებოდათ ეჭვი ადამიანებს, ის კი არა პირიქით ეგონათ, რომ მართლა პირსისხლიანები ვიყავით და რა ვიცი, მე პირველი დღიდან დავიწყე, სად ვიყავი და პირველი დღიდან დავიწყე ყველაფერზე ლაპარაკი. ახლა ამ შენ ვიდეოებს რო იღებ და აკვირდით იქანის ვიდეოებს, ვინც უყურებთ, რომ მოყავს ხოლმე ისინი ძველი პოსტები დასკრინული აქვს და ანუ დააკვირდით წლებს მაგ ძველი პოსტების, ანუ როდის მაშინ Facebook-ი, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი აქტიური, როგორც დღეს არის და ახლა იმედია ბევრად უფრო ფართო ნახვები აქვს ამ ყველაფერს და უფრო მეტი გამოხმაურება ვიდრე კი, უფრო ფართო ნახვებიც და გამოხმაურებაც მეტი აქვს, კი, ნამდვილად.
და ასევე ყველაზე მეტად მიხარია, რომ ახალგაზრდებამდე მივიტანე ჩემი სათქმელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეხმიანება და ეგ მიხარია ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ ეს არის თაობა, რომელმაც რეალურად არაფერი არ იცის, მხოლოდ იცის ის, რაც პროპაგანდას აქვს გავრცელებული. კი. ეს თაობა ძალიან ხშირად მაგონებს იმ ხალხს, ვინც აფხაზეთში ოკუპაციის მერე დაიბადა და გაიზარდა. ოკუპაციაში ჩემხელები და ჩემზედიდები აბსოლუტურად აზრზე მოსულები არიან და ძალიან კარგად იციან რა მოხდა და როგორ მოხდა. და მათ მერე დაბადებულ ბავშვებმა მარტო ის იციან, რაც კრემლმა ჩასძახა. და ძალიან გვანან აქითური 20 წლისები, იქითურ 20 წლისებს და აქითურ 20 წლისებო ცოტა, მე მგონი ცოტა ტეხავს, რომ გავხართ სოხუმში გაზრდილ ბავშვებს ამ მხრივ და აზრზე მოსვლის დრო ნამდვილად დადგა, იმიტომ რომ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდე წლები ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიღაცებს დაველოდოთ, როდის გაიღვიძებენ. ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, არ არსებულია, იმიტომ რომ იმ ადამიანებს ტვინს ვეღარ გამოურეცხავ რა. არ არსებობს იმას ისი აქ ის ჩადებული, რომ აი 1000 ჯერ განაგონი აქვს უკვე და შენ 1001-ხელაც რო უთხრა, აზრი არ აქვს რა, ჩემი გამოცდილებაც ამას ამბობს და მეცნიერული კვლევებიც. და ამიტომ არ შევდივარ ხოლმე პოლემიკაში, ძირითადად თუ ვიღაცას რაღაცა ლეგენდას დამეწერს ხოლმე კომენტარში, რომ აი ეხა ბოლო მახსოვს და იმიტომ პადვალში რო აწამებდაო, მაგ დროს ძალიან მარტივად ვნიშნავ ხოლმე პროკურატურას, ვეუბნები რომ მოდი ეხლა ჩვენს გითხარი და აგერ პროკურატურაც გისმენს და ჩვენება მიეცი და ქრებიან უბრალოდ ეს ადამიანები და დავიწყე მათი ფოტოების დასკრინვა და დადება კომენტარში. იმიტომ რომ აკაუნტებსაც შლიან, იმიტომ რომ იმდენ და ვაფრთხილებ, რომ სრულ ჩვენებაზე 6 წლამდე პატიმრობაა თქო და აი როგორ არის იცით, მას ჯერა რომ ახალაია ვიღაცას თქვათ პადვალში აწამებდა, მაგრამ კონტრკითხვას რო დაუსვა, უცებ უფიქრდება, რომ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. შემთხვევით ვიღაცა მეზობლის ბიძაშვილის, მამიდაშვილის რძილის ნათესავის მეზობელმა ხო არ მოყვა შემთხვევით და ანუ იქ იჭედება რა და რეალურად როდესაც უკვე ჩვენებაზე და სამართლებრივ იმაზე მაქვს რაღაცა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი, უცებ ქრებიან ხოლმე რა და ეს კარგი მეთოდი მაქვს რა. იკარგებიან ეგრევე, ანუ პასუხსაც კი არ მიცემენ, ანუ აკაუნტებსაც შლიან ხოლმე ფოტოებს და ყველაფერს და ეს ფოტოები თვითონ მაქვს ხოლმე, რომ პროკურატურამ ადვილად მოახდინოს მათი იდენტიფიცირება, სახელი გვარი წერია, აგერ ფოტოც არის და არ გაუჭირდებათ მოძებნა და დაკითხვა ამ ადამიანების, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში ბაჭრო ციხეში იშდა, სამთლით ვეძებდი ეგეთ ადამიანებს, რომ მოდით და მე თვითონ როგორც იურისტი წამოყვებით პროკურატურაში და ყველანაირად ხარში დაგიდგებით, თუ ეს სიმართლე იქნება და ვამხილოთ, მოდი ადამიანი და თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, აგერავარ მეც სამართლიანობას ვეძებ. მაგრამ სამწუხაროდ ესე არის, ხო, პროპაგანდის მიერ ცრუ ინფორმაციებით გამოტენილი თავებით არიან ეს ადამიანები სამწუხაროდ და ამათ არაფერი აღარ ეშველებათ. არაფერი აღარ ეშველებათ. ის ახალგაზრდები კი იცი რა არის პირველ რიგში, მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი დანაშაულიც არის. მაგდან ხო, აი ახლა მე ამერიკის მაგალითის მოყვანა რომ მინდა, მე რო გადავალთ ნელ-ნელა, იქ ვიტყვი იმაზე, მაგრამ იმაზეც ვიტყვი, რომ ჩვენ არ გქონდა მაშინ ისეთი რესურსი, რაც დღეს ამერიკას აქვს და აი ამის შედარებები გავაკეთოთ ნელ-ნელა. იცი რა არის ელისო? ჩვენი პარტია ნაციონალურ მოძრაობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რაც არ უნდა 1000 პარტია შეექმნათ და შექმნეს. ანუ იმის მერე, რაც უკვე ხოცები მოვიდნენ, ხო? 2012 წლის მერე, ხო, აი როდესაც ხოცებმა დაიწყეს აი ამ პროპაგანდაზე უკვე მუშაობა და მანამდეც რა თქმა უნდა ქონდათ დაწყებული, მაგრამ ისეთ ძლიერად არ იყო, ხო? ანუ უფრო მარტივი იყო განეიტრალება ამისი რა. პარტიამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის. არა, თავზე ნაცრისყრა დაიწყო. ხო, პირიქით, ანუ იზელდა კარგად ამ ყველაფერს და იყო სულ თავდაცვით რეჟიმში იყო ბოდიშების მოხდის ამბავში და არა ის რომ
რაღაცა ტყვილები გაენეიტრალებინა. ეხლა სანდრა რო ორგანოებს ყიდდა, ნუ რა ვიცი, ეხლა ამაზე არ უმუშავია პარტიას, რომ ეს არავის არაფერი გაგახო დაეგრია. არა და დღესაც ვიღაცა ბოტები და ტროლები ყავთ, რომლებიც ადამიანს კომენტარში უვარდებიან და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ორგანოებს. ხო და ამისი უბრალოდ სამედიცინო ახსნითაც კი ვიღაცა ექიმის მოყვანით და საუბრითაც შეიძლებოდა მარტივად განაეტრალება, რომ ორგანოების ამოჭრა და მერე ტრანსპლანტაცია ესე ადვილად არ ხდება, მაგას თავისი ისინი აქვს და მით უმეტეს ვიღაცას ეხა იქ ციხეში ქალპატიმარს რაღაცას რო ამოაჭრა და მერე ფოდნოსით რო გამოიტანენ და სანდრა რო ელოდა სადღაც გააგზავნიან და გაყიდიან, ეგრე არ მუშაობს. ხო, თუნდაც ცოცხების თემა, არაფერზე პასუხი არ გასცეს. არაფერზე პასუხი რო არ გასცეს, მე უფრო ადვილად იჯერებდნენ ადამიანები და ამათმაც უფრო მოუმატეს გას მე. ამიტომ ცალსახად მარტო მაგათი ბრალიც არ არის. ოპოზიციის ბრალიც არის. ერთნაირად არის ორივეს ბრალი. და ოპოზიციას, კაი, ახლა უცებ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ და მერე გადავალ ამერიკის მაგალითებზე. ოპოზიციას ეშინოდა? თუ რატო იყო დაკომპლექსებული შენი აზრით? ჩემს პირად შემთხვევაში მაგალითად ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, რომ ერთი ადამიანისთვის ბაჩოსთვის შეეწმინდათ ყველაფერი და თვითონ ანუ ბუმბუქა თეთრი ბუმბულები გამოსულიყვნენ? ჩემი პირადი გამოსtildeებით ესე არის, იმიტომ რომ გარდა ბაჩოს მეგობრებისა 4-5 ადამიანისა იმ პარტიის წევრის, რომლებიც ჩვენი ოჯახის მეგობრები არიან, ხმას არავინ არ იღებდა კი არა, საერთოდ ხელსაც მიშლიდნენ ბევრ რამეში. და არ უნდათ რა ამ სიმართლის დადგენა მოდი ვილაპარაკოთ ამაზე, მათ უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ, ხელს როგორ გიშლიდნენ და მე მაგალითად ახლა შენ არ ვიცი მოგინდება თუ არა, მაგრამ მე ვიტყოდი სახელებს და გვარებს. შენ ახლა შენ თვითონ გადაწყვიტე როგორ მე ვიტყვი სახელებს და გვარებს, მაგრამ ეხა არა ჯერ რუსებთან გვაქვს თავარი ბრძოლა მოსაგები. აი რუსებს რომ მოუგებ თავარ ბრძოლას, მე ყველა ესენი რუსებს ეხმარებიან და ეს ყველაფერი ერთი დიდი ქაშია. კი, იცი რატო? იმიტომ რომ დღესაც ეს ადამიანები, კი მართალი ხარ, შეიძლება უნდა ვთქვა კიდეც, იმიტომ რომ დღესაც ეს ადამიანები ბიძინას ჯიბის ოპოზიციონერები არიან და ბიძინას თამაშობენ და ჩვენს პარტიას დამსახურებაა, რომ ჩვენ ვერაზროს ვერ შევიკრიბეთ ის ძალა, რომ ბიძინას მოვერიოთ, იმიტომ რომ რაღაცა როგორც კი შეიკრიბება რაღაცა ხალხი, ეს ვითომ ოპოზიცია ამ ხალხს შლის, დემოტივიზებას უკეთებს და მაქსიმალურად იმაზეა მომართული, რომ მუხტი დაშალოს და რა იმაზე, რომ ბიძინას ებრძოლოს. ამიტომ ბიძინა მტერი და ჯერ ამათ არაფერი არ ვუქნათ, ეს დრო დამთავრდა უკვე, ანუ ხო და ამიტომ მე სახელების და გვარების გარეშე ვამბობ, რომ დღევანდელი ოპოზიციური ლიდერების 99% არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი. იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მე ჩემი არგუმენტები ამისი არ მქონდეს, უბრალოდ დიქტატურაში ნამდვილი ოპოზიციონერები არ არსებობენ გარეთ თავისუფლად. კი, ნამდვილები ყველა ციხეშია. ან ციხეში ან გადავიდა რომ არანამდვილებიც ჩასვა ციხეში, რომ უკვე ზოგი არანამდვილიც ხელს უშლის. შენ გვარებს არ იძახი, მე ვიტყვი, მელია გვარამია და ლელო როიჯ და ციხეში, ესენი არ არიან ნამდვილი ოპოზიცია, ესენი არიან ვითომ ოპოზიცია. ასეთებიც კი ციხეში არიან უკვე. ხო, იცი რა არის, მე მგონი საზოგადოება მაგას ხვდება, მაგდენს ხვდება ვინ არის, იმიტომ რომ თვით ლუსტრირება ხდება ეხა ადამიანების ეხა ვიღაცები დებატებზე მიდიან რუსებთან და რა აქვს ალაპარაკო დებატები გამიგი არჩევნების წინ. იმიტომ რომ არჩევანი გააკეთოს ადამიანმა ვის მისცეს ხმა და ტერორისტებს და ამ რუსებს რაზე უნდა ელაპარაკო, ეხა ფასებზე, პოლიტპატიმრებზე, რამდენად არალეგიტიმურებიან თუ რაზე უნდა ესაუბრო. მით უმეტეს რომ კომისიაზე არ მივიდნენ, სადაც შეეძლოთ პირდაპირ ეთერში, სადაც მთელი საქართველო უყურებდა, რუსები ეძახათ ამათთვის. იქ არ მივიდნენ და ეხა დებატებზე კობახიძეს რანაირად უნდა დაუშვდეს, საერთოდ აუხსნელი არის ჩემთვის. მე მგონი ამას ისედაც ხვდება ხალხი ეხა სახელები და გვარების დასახელების გარეშეც რა ვიცი, უფრო ადვილი მისახვედრია რა. კარგი. ახლა ნახე, ჩვენთან ისე მოხდა, რომ ჯერ იყო სწორი მთავრობა და მერე მოვიდნენ ქოცები.
ამერიკაში ეს სწორი არასწორი ასე რაღაცა რიგრიგობით არის ხოლმე და უფრო დიდი ტრადიცია აქვთ ქოცების და არაქოცების ერთმანეთის შეცვლის. იმიტომ რომ ამერიკის დემოკრატები ძალიან ხშირად და ძალიან გვანან ჩვენ ქოცებს, რომ გაგიკვირდებათ ხოლმე და იქ როდესაც ანუ ობამას ადმინისტრაციამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენთან მოსულიყვნენ ქოცები. ამის ძალიან ბევრი მტკიცებულებები გვაქვს, ვიცით და ასე შემდეგ. მერე როცა მოდიოდა ტრამპი, ანუ ამათმა იცოდნენ, რომ ბევრი რაღაცეები, ანუ გზები გადაეკეტებოდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ტრამპი არ მოსულიყო და იგივე საშინელ ტყუილებს, რასაც ჩვენთან ავრცელებენ ნაციონალურ მოძრაობაზე, ამერიკაში ავრცელებდნენ ტრამპზე. მაგრამ ახლა ჩვენგან განსხვავებით ტრამპი ჯერ ერთი ამერიკაა და რაც არ უნდა იქ იყვნენ მოსყიდული და სისტემის მსახური რაღაც ერთეული მოსამართლეები, ზოგადად სისტემა ის ასე თუ ისე მაინც ბევრად უფრო ჯანსაღია. ამიტომ და თვითონ ტრამპიც არ არის ისეთი ადამიანი, ჩვენთან მაგალითად ოპოზიცია ღატაკია. და ანუ რესურსი არ აქვს საკუთარი ფულის და ტრამპი ყოველთვის მდიდარი იყო, ყოველთვის მილიარდერი იყო და არ ქონდა იმის პრობლემა ახლა რომ ვიღაცისთვის ეჩივლა და რაღაცა ესექნა. და მიუხედავად ამისა, მაინც მთელი თავისი რესურსებით ვერ შეძლო, რომ ისე წარემართა საქმე, რომ 2020-ში მისთვის არ მოეპარათ არჩევნები. როგორც ჩვენთანაც 2012-ის არჩევნებს მე მოპარულს ვთვლი, იმიტომ რომ არჩევნები, სადაც უმეტესობამ ტვინის გამორეცხვით მისცა ხმა და რაღაცა საშინელ ის კი არა რომ ვიღაცას პოლიტიკურ დაპირებას დაუჯერა, არა, უბრალოდ რაღაცა საშინელ ტყუილებს დაუჯერა და ამ ტყუილების გამო უკვე ხალხი ისეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, რომ ოღონდ ვინმე შემოეხაზა და არა ეს სისხლიანი ნაცები. და ამანაც ბევრად უფრო განაპირობა, რომ ვითომ ბიძინა აირჩიეს, ვიდრე კიდე სხვა რამე. მერე ახლა იქ გამოვიდა მერე, ანუ რაღაცა როდესაც მოპარეს უკვე ეს არჩევნები, ტრამპმა ყველას უჩივლა. ნახე ახლა 12 მილიონი აახია ერთ ტელევიზიას, მეორე ტელევიზიას 16 მილიონი, Facebook-ს 25 მილიონი. ანუ დაუმტკიცა, რომ ყველანი ესენი ეხმარებოდნენ ტყუილების გავრცელებაში. იმ მის მოწინააღმდეგეებს. New York Times 15 მილიარდი წარმოიდგინე, რამხელა ტყუილი დაუმტკიცა. და ახლა კიდე BBC-ს 10 მილიონის პროცესშია. ჩვენთან დადგება ეს მომენტი და უნდა დადგეს ეს მომენტი, რომ შევცვლით ქოცებს და რომ ყველა ის იგივე მაგალითად არ დავხუროთ იმედი, მაგრამ იმედს ამოვუქაჩოთ მთელი თავისი 20 წლის ტყუილები, ამ ტყუილებზე ვუჩივლოთ და ამ ტყუილებს რო წააგებს ისეთი მილიონები დავადოთ ჯარიმად, რომ უბრალოდ ვერ იარსებოს. ან იმავე ადამიანებს, ეს მომავალში როგორ ვებრძოლოთ ამას და იმავე წუთში, როდესაც ტყუილი მოდის, მაგალითად ჩვენთან როცა 7 ნოემბერი იყო და იქ ახლა ტრამპის საწინააღმდეგო ისენი მიდის აქციები, რომელსაც ჩინეთი აფინანსებს და ძალიან სწრაფად ხდება იმის გამოძიება, რომ ამ აქციების უკან რა დგას და ვინ დგას და უცებ მეორე დღეს მესამე დღეს ამოყრიან და ნუ всё ახლა ჩინეთი აფინანსებს დასრულდა ახლა მეორედ ის ადამიანი ვერ უნდა გამოვიდეს იგივე ლოზუნგებით ქუჩაში. და ჩვენთან 7 ნოემბერს რო რუსეთი აფინანსებდა ესევე სწრაფად მესმის რომ რესურსები არ გქონდა, მაგრამ ნუ მოკლედ აქეთკენ უნდა წავიდეს ყველაფერი სამომავლოდ და აუცილებლად. ნუ აბსოლუტურად გეთანხმები, აუცილებელია ეგ პროცესი, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად, როდესაც გერმანიამ შტატის საქმე, ანუ არქივები გახსნა და გედერის სასამართლოს გადაწყვეტილებები გააუქმა იმდროინდელი და რაღაცა, მაშინ ანუ ის კი არ თქვა ამით, რომ წარსულია რა და მოდი დავანებოთ თავი. ანუ ის თქვა, რომ სანამ წარსული არ არის სამართლებრივად გასამართლებული, არანაირი დემოკრატია არ არსებობს. და ესეც არის ჩვენ ამისი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც არ გავასამართლეთ ის ადამიანები, რომლებმაც ქართველ სამოქალაქო ომი დაიწყეს და ქართველები ხოცეს, კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდეს. რუსული დაკვეთა შეასრულეს. სამოქალაქო ომი არ ერქვა მაგას. რუსეთის ომი იყო და რუსეთის მხარეს დადგნენ.
ხო, მაგრამ ნუ რეალურად მე ვიძახი იურიდიულად რომ ყველაფრისთვის თავის სახელი დაგვერქმია, ხო? რა თქმა უნდა, ილუსტრაციის კანონით მე მივიდოდი, მაგრამ წინა ვიდეოში ხო ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით ილუსტრაციის. არა, ნახე ილუსტრაციამდე. და დღეს იტყუება იმედი. დღეს შემაქ მე სასამართლოში, რომ აი ამ ტყუილებზე რაც დღეს თქვა და გუშინ თქვა. ილუსტრაციის გარეშეც შემიძლია იმდენი ტყუილი დავუმტკიცო, რომ სამუდამოდ ჩარჩება მილიონ ვალებში. მაგაზე აი მივალ მაქამდე რა არის თქმა მინდა, ანუ ჩვენ ამის კარგი მაგალითი გვაქვს, რომ ჩვენ არ გავასამართლეთ ჩვენი წარსული და ამის გამო ერთი და იგივე წრეზე ვბრუნავთ ამდენი წელია, ხო, ესეა. და აბსოლუტურად გეთანხმები, ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მარტო ილუსტრაცია არ არსებობს, ამ შემთხვევაში არსებობს კიდე ვეტინგი. ანუ სამართლებრივად, ანუ ილუსტრაცია რა არის, ხო, პოლიტიკური წმენდა არის და ვეტინგი არის პროცესუალური ანუ სამართლებრივი შეფასება ამ ადამიანების. ანუ მარტო ილუსტრაცია კი არა, ეს ვეტინგიც უნდა ჩატარდეს და აბსოლუტურად 100%-ით ვარ დარწმუნებული, ესეც იქნება, იმიტომ რომ ამის უკვე დიდი მოთხოვნილება აქვს საზოგადოებას. და რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ეხა რეჟიმი რო დაემხობა, ხო? პირველი ნაბიჯი რაც უნდა იქნას ამასთან დაკავშირებით გაკეთებული არის, ნუ კანონის მიღება. ან რაღაცა კონსტიტუციური აქტის, რომ რაღაც რეჟიმი არალეგალურად გამოაცხადო და მის დროს ნებისმიერი ქმედებას მისცე იურიდიული და პოლიტიკური შეფასებაც. ნუ უნდა შეიქმნას კომისია, რა თქმა უნდა. და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არის საერთაშორისო პრაქტიკაში. მაგალითად, ნუ ეხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ წინაზე ვისაუბრე და ნუ მაგალითად სამხრეთ აფრიკას ჰქონდა ეგეთი სიმართლის კომისია, Truth Commission ჰქონდა და ასევე თუ არ ვცდები, არგენტინაში იყო კიდე მე დიქტატორი. ანუ ამის მაგალითები არის ბევრი, ხა რომ მოვიძიოთ ბევრ მაგალითს და ამ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შეიძლება. ანუ უნდა შეიქმნას კომისია, ამ კომისიაში უნდა იყვნენ აუცილებლად დამოუკიდებელი იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საერთაშორისო ექსპერტები, უნდა იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასკვნა აქვთ მათ დადებული, რა ხდება ამ ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლება ზუსტად მაგ 9 წლის დროს ძალიან ბევრი სწორი საქმე არ გაგვაკეთებინეს რაღაცა იმებით, რომ ზედმეტად ისა იქნებაო ვითომ ზედმეტად მკაცრიო. აი, რომ მოვიყვანეთ მაგალითი, პოლიცია რო არ მოეწონათ როგორ გავაკეთეთ რეფორმა და სასამართლოში იგივე რო არ გაგვაკეთებინეს. დღევანდელი საერთაშორისო ორგანიზაციები უმეტესობა იმდენად არის რუსული კორუფციით გაჟღენთილი და უმაქნისობით და რაღაცნაირად, ანუ ყველანაირი ძალა ჩამოშლილი, გაერო დღეს დგას და ისრაელს ამტყუნებს და ღაზას ამართლებს, ან ძალიან ბევრ არასწორ რაღაცებს აკეთებს. ამიტომ არ მგონია რომ ძალიან საერთაშორისო არ გვჭირდება. შეიძლება ახლა ამერიკას რა თქმა უნდა ჩაერთვება პროცესში რაღაცა იმებში, მაგრამ ჩვენი ძალებითაც უნდა შევძლოთ ეს. იმიტომ რომ საერთაშორისო ზოგჯერ ტანავინი მოვიდა და ჩვენ და საერთაშორისო იყო. მაგ საერთაშორისოშიც ძალიან ბევრი უკუღმაა. არა, ანუ მე რას ვიძახი, რა თქმა უნდა, უმაღლესი ნდობის უნდა იყოს ეს ორგანიზაციები და არიან ასეთებიც, ეხა მაგალითად ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Human Rights Watch-ის დასკვნა, ეხა აგერ EUTHOS მისია შეიქმნა მოსკოვის მექანიზმით, ხო? და ანუ ეს ადამიანები ამათ აქვთ კონკრეტულად დადებული ანგარიშები. EUTHOS მისია ბოლო წლებამდე ქოცებზე იძახდნენ, რომ სამართლიანად მოიგესო არჩევნებიო. ბოდიში, EUTHOS-აც არ ვენდობი. ანუ 2016-ში ქოცებმა თურმე სამართლიანად მოიგეს, კარგად მოიგეს, ანუ არ მოუპარიათ 18-ში, არ მოუპარიათ 20-ში, არ მოუპარიათ და ჩამოვიდა შარმიშელი და შეგვტენა პარლამენტში, შეურიგდითო. არა მაქვს ნდობა ევროპული ინსტიტუტების მიმართ ამ მხრივ. ჩვენ ბევრად უფრო კარგად ვიცით ჩვენი სიტუაცია. კი ბატონო, ანუ მე არ ვიძახი რომ მხოლოდ მათ ესენი უნდა შედიოდნენ კომისიაში.
მე ვიცახი უბრალოდ იმისათვის რომ სანდო იყოს და თქვათ მხოლოდ ქართველი იურისტები არ იყვნენ და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები უნდა იყვნენ ასევე უნდა მონაწილეობდნენ ესეთი მაღალი ხარისხის სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო ინსტიტუციების ჩემი აზრით არ ვიცი ნუ ეს ეხა ჩემი გადასაწყვეტი რო არ არის ხო მე როგორ ხედავ ამას ხო მსჯელობთ ახლა მსჯელობის დონეზე ჯერჯერობით ხო და ნუ ეხა ნუ ფუნქცია ამათი ამ კომისიის უნდა იყოს ამ საქმეების კლასიფიკაცია, მტკიცებულებების ანალიზი, ფალსიფიცირების დადგენა, რეკომენდაციების სასამართლოსთვის და ასე შემდეგ და ნუ მე რა თქმა უნდა ამის კომისიის საფუძველზე უნდა შეიქმნა სპეციალური სასამართლო, რავი დავარქვათ პალატა ან რა ვიცი რა რაც იქნება, ტრიბუნალი, რა ვიცი რაც იქნება და მე უკვე უნდა მოხდეს ეს ვეტინგი რა, ანუ უკვე უნდა მხილებული იქნენ ის მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აი ამ პოლიტიკურ საქმეებში. ტყუილი მედიებიც აუცილებლად მათყო არა მედიებიც. მათყო არა მედიებს კი ყველა უნდა იყოს ანუ იდენტიფიცირებული, მათ უნდა აეგრძალოთ ნებისმიერ შემდეგ პროცესში მონაწილეობის მიღება. და ნუ ამ პალატამ მე უკვე უნდა გადახედოს საქმეებს გაუქმოს ეს განაჩენები თუ ესე იგი ნუ რეაბილიტაცია ყველა ვარიანტში ამ ადამიანების ხელახლა უნდა განიხილოს კიდეს თუ იმ შემთხვევაში თუ თვლის რომ რაღაცა დანაშაულს კი ქონდა ადგილი უბრალოდ მაგალითად რაღაცა პოლიტიკური დევნის მოტივით წავიდა ეს საქმე და არა თქვათ კონკრეტული დანაშაულის ანუ იმას კი არ ვიძახი რომ ყველა ვინც ამ რეჟიმის დროს გასამართლდა ფუმფულად და ის იმიტომ ეხა აქ მოაწყდება ხო ამიტომ ეს სასამართლო უნდა განიხილოს და თუ ჩათვლის სამართლიანი სასამართლო რომ აქ რაღაც დანაშაულს ქონდა ადგილი იმას სამართლიანად უნდა განიხილოს ეს საქმე ესე ვუყურებ მე და ნუ რა ვიცი ხა ეს მე მგონი ამასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილი თანახმა იქნება და არ იქნება ამაზე რომ რაღაცა რევანშის დარქმევის რაღაცა მცდელობა არ ექნება ამას იმიტომ რომ ეს იქნება ჩვეულებრივად ზუსტად ის რომ წარსული იმიტომ რომ წარსულია არ სამართლდება არ არის ეგრე რა ჩვენ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ აუცილებლად უნდა სამართლებრივად გასამართლდეს ეს წარსულიც და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი ერთხელ და სამუდამოდ და ყველას ნახე ბაჩოზე ტყუილების შეთხზვა ხო იმ მომენტში არ დაწყებულა როცა დაიჭირეს ხო მანამდეც ხო ბევრი ტყუილი იყო აი ბაჩოს უწყებას რო ქონოდა რაღაცა პრესასთან თუ საზოგადოებასთან და პრეს მდივანი და რომელიც ოპერატიულად იმ მომენტებში ამ ტყუილების განეიტრალებაზე იმუშავებდა ეს უშველიდა სიტუაციას და ყავდა თუ არა ასეთი რამე იცი რა ანუ იმდენად უყურე ფაქტებით კი არ იყო ვიღაცა სერიოზული ადამიანი კი არ გამოდიოდა და ამას კი არ ამბობდა ანუ იმდენად ჭორიკანა ორღობეში მონაჭორი ამბები იყო რომ ამას ოფიციალურად პასუხის გაცემა ხო ანუ ეგ იყო რა ანუ ეხა მაგალითად ციხის თემებში ხო როგორ ვრცელდებოდა ეხა ვიცოდი, იმიტომ რომ მეც მუშაობდი მაგ ციხის თემებზე და ვიცი როგორ ვრცელდებოდა იქ, ანუ ქონდა ჩვეულებრივ პრაგონი ქურდებს და აი ნანა კაკაბაძისნაირი ადამიანები, რომლებიც მათი ადვოკატები იყვნენ, ხა ირმა ჭყადუები და ვიღაცები კიდე, რა ვიცი, 1000 შემიძლია ჩამოთვალო, გელა ნიკოლეიშვილი და ასე შემდეგ. ეგ ადამიანები გამოდიოდნენ და პატიმრის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ იცი თქვენ შულს იქ აწამებენ და ცემენ. და მე ეს შობელი პატიმარს რო უკავშირდებოდა და ის რო ეუბნებოდა რომ არა იმას ეგონა რომ იქ ეშინია და იმიტომ ვერ ამბობს სიმართლეს და სინამდვილეში ესე ხდება ასე აჯერებდნენ ესენი აი ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ვიცი მაგრამ რა უნდა გამეკეთებინ აი კონკრეტულად რა შეიძლება ამ შემთხვევაში ანუ არ შეიძლებოდა რომ გეჩივლა აი ასეთ ადამიანს ანუ არ შეიძლება რომ კაკაბაძეს უჩივლო ამ დროს და გაასამართლო ამის გამო
არა, ვერ უჩივლებ, იმიტომ რომ ესე თulis, რომ მისი ანუ ესე სადმე ოფიციალურად კი არ ქონა გაჟღერებული რაღაცა, რომ აი რაღაცა რა, კონკრეტული რაღაც მაგალითი არა. უბრალოდ აი ესე დადიოდა და ჭორაობის სახით ავრცელებდა და ეხა ჭორებზე, რა ვიცი, ჩვენთან რომ ჭორებზე ვიღაცებს ჭიდნენ, რავი, ნახევარზე მეტი საქართველოში ჭორებით არის დაკავებული, ხო ვიცით რა. მთავარი ცხოვრების კრედო ზოგიერთისთვის ჭორაობა არის და ეხა ასეთ რაღაცაზე ადამიანები პასუხს ჩვენთან არ აგებენ და ნუ მე ეს ჭორი უკვე გადაიქცა დიდ გადაიქცა ზღვად ხო რაღაც მომენტში. კი, ესე იყო. კარგი. მაინც ძალიან დიდი საფიქრალი გვაქვს და საერთოდ ამ თემაზე რაღაცა სერიოზული think tank-ი უნდა შეიქმნას და მექანიზმები უნდა გამოვიმუშაოთ, რომ მომავალში არ დაგვემართოს იგივე რაღაცა. გარდა იმისა, რომ რეაბილიტაციები და ძღოლ-ტყუილებსა და რაღაცაებზე ყველამ უნდა აგოს პასუხი და ყველა ციხეშიც უნდა იჯდნენ, ჩემი აზრით ნანაკა უბრალოდ იმდენია უკვე ციხეში ჩასასმელი, რომ ფიზიკურად ამდენს როგორ დაატევა არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ძლიერი და ძალიან საგრძნობლად ანუ მათთვის საგრძნობლად რომ აი შეაწუხებს დისკომფორტ შეუქმნის ცხოვრებაში, ესეთი პასუხისგებლობა უნდა დაუდგეთ ამ ადამიანებს აუცილებლად. და ამასთან ბრძოლის მეთოდების გამომუშავების think tank-იც საჭირო იქნება მერე ქვეყანაში, რომ ანუ ტყუილებზე სწრაფი რეაგირების რაღაცა ისინი ჯგუფები. ხო, ნუ ესეც შეგვიძლია ჩვენი მეგობარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები ავიღოთ, როგორ გაუმკლავდნენ რუსებს. ხა მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც სერიოზული პრობლემა იყო ამ რუსული მე მინდა პროპაგანდა. რომ მათ ვაჯობოთ, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ისინი სამაგალითოები არიან, ძალიან ძლიერად არის მაინც რუსეთი მათთან. კი, საერთოდ სოფლიოში ძლიერად არის რუსეთი. ხო. მაგრამ ნუ რა ვიცი, ეხა უფრო ადვილი არის ჩემი აზრით პროპაგანდის დამარცხება, იმიტომ რომ ციფრული ეპოქა ისე არის განვითარებული, რომ ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ მდინარე, უფრო მასობრივად შეიძლება ამ პროპაგანდას სიმართლე დაუპირისპიროს ადამიანმა რა. ადრე ეხა მაგალითად, როდესაც ქოცებმა აი ჯერ კიდევ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ხო? ასავალ-დასავალის და ასეთი გაზეთების მეშვეობით ავრცელებდნენ ამას, ხო? კი. აი ასავალ ნახე კიდე ერთი კითხვა. რატო არ შეიძლებოდა რომ ასავალ-დასავალი სასამართლოთი დაგვეხურა და გაგვეუქმებინა? რატო არ გქონდა ამის ჩემოელისა და არა, შენ ანუ უნდა დაუმტკიცო რომ იტყუება და როდესაც უმტკიცებ რომ იტყუება, იქ უკვე დემოკრატია არაფერ შუაში არ არის. დემოკრატია ის არ არის რომ შენ ტყუილების ლაპარაკის საშუალება გქონდეს. ხო და მაგაშია საქმე რომ მართლა პირსისხლიანი რეჟიმი კი არ იყო სააკაშვილის რეჟიმი, იყო ძალიან ზედმეტად დემოკრატიული გამოდის, კი. ზედმეტად დემოკრატიული, ხო, და იმიტომაც დაგვამარცხეს ზედმეტად დემოკრატიული. ხო, საერთოდ არ იყო თავდაცვის დაკავებული და ეს იყო არასწორი. ასავალ-დასავალი არ უნდა არსებობდეს. იმედი დაარბიეს კი არა, იმედი უნდა გაეუქმებინათ, საერთოდ უნდა აეორთქლებინათ. და სამართლე ანუ უნდა ეჩივლად დაემტკიცებინათ ტყუილები, იტყუები და ნახვამდის დემოკრატია და ტყუილი ერთმანეთთან არ არის რელევანტური. იმიტომ რომ ის ჯარიმები რაც მათ მიდიოდათ ამ ტყუილების გამო და ეს იყო მაგათი მაქსიმალური ესე ვთქვათ სასჯელი. რუსებს არ უჭირდათ. არა, რუსებს ეგ არ უჭირდათ. უმეტეს მაშინ იმ დროს რუსეთი ძალიან მდიდარი იყო ახლანდელთან შედარებით. ხო, ასე რომ ასეა ეს ამბავი. ასე რომ ასეა და ჩვენ დემოკრატია გვექნება, ოღონდ გვექნება ძლიერი დემოკრატია და დემოკრატიამ სიბოროტეს ძალით უნდა უპასუხოს და კანონით უნდა უპასუხოს და არა იმით, რომ ეცადოს მოეფეროს და შენგენაცვალე შენ ჭირიმე მოდი შევრიგდეთ და აი ასეთი მეთოდებით ეცადოს მისი ანუ სიბოროტის გაჩვენება. მივიღეთ აგერ შედეგი, რომ ეს არ მუშაობს და ჩვენი სისხლიანი 9 წელი რეალურად იყო აბსოლუტური დემოკრატიის 9 წელი. ნამდვილად კი. და გადამეტებული დემოკრატიის 9 წელი. ესე იყო ნამდვილად. კარგიანი. მადლობა დიდი.
და მოდით შეხვედრამდე. დროებით, მადლობა დიდი.